ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ახალი პრეზიდენტი. ჩვენ კიდე ამ დროს ვაცხობთ ფახლავას. პირველი ნაბიჯი, ესე იგი, არის ნიგოზის ძალიან წვრილად დაჭრა, ხო? შემდეგი ნაბიჯი სიროფს ვაკეთებთ, ანუ შაქარი და წყალი, ხო? ხო, და მე დავუმატებ თავს. ხო. ზუსტად იმას, რა ქვია, ვიდეოს აღწერა შენ სადმე აქვს, დავწერ ზუსტ რეცეპტს. ნუ დაახლოებით მაინც. ამისი ზუსტი ვიცით. ხო, რაც იცის ფატიმ იმას დავწერ. ხო, და ეს კარაკი, ხო? კარაკს ვადუღებთ, ვადნობთ. ხო, მე მითხარი და დავწერ. ზომებს უკეთ დაგიწერთ. ყველას დილამშვიდობისა. დღესაც წვიმიანი ამინდი არის. გუშინ ისეთი წვიმა იყო, მთელი დღე არ გადაიღო. მე და მარიტამ ერთ გავისერინეთ საღამოს, და პარკში გასეირნება გვინდა ხოლმე ყოველ საღამოს. მე გუშინ არ გამოვიდა. და დღეს არ ვიცი, იქნებ დღეს მაინც მოვხერხოთ. ეხლა ამ წუთში ისევ წვიმს. ჩვენ კი ვამზადებთ ჩვენ რა, ფატი და მარიტა. მარიტა ეხმარება დღეს. ერთად მომზადებენ ფახლავას. მე კი ვეცდები გადავიღო ეს ყველაფერი და შემოგთავაზოთ. ჩემი საქმეც ეგ არის. მაშინ ასე აიღე და გადმოვიდე. არ გაგიხის. ვირა თხელია. აქ კარაკი წავს, ხო? ეს არა უშავს? არა უშავს. მიდი ხა მოусვი შენ. აქ გადაუსვი კარაკი ახლა. ჯერ შენ მოусვი პირველს და მე ამან გააკეთეს შემდეგი. ეს დახეული ქვემოთ რო არის. ახლა დედება ისეთი რომელიც არ იქნება გახეული მოცემება. ერთი ქენი და ნელ-ნელა გადაიხე. ისეთი თხელებია. ხო, ძალიან ფირფიტებია. ფურცელზე თხელები. აჰა, всё. ისე წავს. როგორც იმაზე რა ქვია, თუ მხატავ. ხატვარივით. ყოჩახ მარიტა. ეს ბებია ფენას ვდებთ ახლა ჩვენ. მესამეზე ის მეორე არ ირთება. ის ორი ერთად იყო, ერთი გვინდა მაშინ და მე ნიკოლსი. დაუშვი ახლა მას ეს თვითონ არის, ნახე? რაიკი. გადაუშვი ახლა მას თხლად და დავაყაროთ ნიკოლსი უკვე. არა, ეს მესამე, უბრალოდ ის ორს ერთად თვლი. ანუ ეს მესამე, აი, მაშინ ერთი კიდე გაუშვოთ მე. არა, ფენას ვთვლი მე. ხო, მაშინ ეს მესამე. ხო, ეხლა ვაყრით ნიგოს. წვრილად დაჭრილს. ეხლა მივხვდი როგორ კეთდება. მერე თხელია. მე რეიტყვი ფახლავა გამიკეთებიაო. მე ხე გაგიჩერო თორე ეს და დაჟე გააკეთებ კიდეც მე. ხო, მზად სომით ჩვეულებრივად გააკეთებს. მოკლედ პრინციპი მე მგონი გასაგებია. აი ესე ვიღებთ ყველა ფენას, რაც გვაქვს. და ვუსმევთ კარაკს და ყოველ მეოთხე ფენაზე ვაყრით ნიგოს. და ბოლოს გინდა თქვენ მეათე ფენაზე დააყარეთ, თუ ცოტა ნიგოზი გაქვთ, მაინც იგივე იქნება. და ბოლოს ბოლო ფენაზე უკვე თაფლი და სიროფი ერთად შერეული, ხო? რო გამოწვევა მე. დავასხავთ და 1-2 წუთით შევდებთ, რომ გაუჩნდეს ის სიროფი. ხო. ჯერ ავაწყოთ. აი, ჯერ მაშინ ვაგრძელებთ და ყველაფერს ნაბიჯ გაჩვენებთ. აქედან აქეთ წაყევით ცოტა. უბრალოდ ფენებში კარაკის წასმაში არაფერი არ იცვლება, ამიტომ დაგიბრუნდებით ბოლო ფენაზს რო წავსვამ, ისე გეტყვით რა უნდა ვქნათ. დასრულდა ცომის ფირფიტები. ხანა ხე გჟორონა გასში თუ არ შევიდა. აიმე. მოკლედ ყველა ფენას წავსვა მარიტუნამ ზეთი, კედა კარაკი. და ყოველ მეოთხეს ნიგოზი. ნიგოზი რამდენჯერ გამოგივიდათ? 3 ჯერ.
4-ჯერ. ოჯახ თქვენ. არა, კი, შედის. ჯერ დავჭერე. აი. მეც შევიტან წლილს. დავჭრე. მოჭამოს. ხო, ბილეთი ხომ დავიღო. ჭამის. აი, ნახევარი კვადრატულებად დაუჭერი, როგორც უნდა თვითონ. ნახევარი. და როგორა მოა ესე? ანუ ხო, ჯერ ნახევრად გაჭერი. ესე ხო? ხო, ჩასერე მასე. და მე ეს სიროფირო ყველგან მოხდეს. ეს ის სიროფი. ვიდებში რო არ შევიდეს, მე არ იქნება, ძალიან ვიდებში გემრიე. ესე დავჭერით, როგორც გამოვიდა ზოგი კვადრატებად, ზოგი რომბებად, ზოგი სამკუთხედებად. ეხლა შევდგავთ ღუმელში შესაწვავად. ხო, ეხლა მე სხვა არაფერს უკეთებ ამას. აი, ცოტა ცხენს გადაუჭერ ზემოდან და всё. დამთავრდება შეუშვებთ გამოსაცხობო. ხო, კიდე ერთხელაც აი უკვე გაჭრილზე, ხო, უკვე დაჭრილზე. წავუშვათ კარაქი. და შევდგათ შემდეგ ღუმელში. რამდენ გრადუსზე? აბა 200 გრადუსზე ვაწყობთ, ოღონდ დრო კი არ ვიცი. ზუსტად არ ვიცით რამდენ ხანში იქნება. მაგრამ შესახედავად რა რომ გადაწითდება ზემოდან და შეიბრაწება. გადაიბრაწოს. მივხვდებით და გამოვთოთ. всё. всё, მზად არის? ой, რა ლამაზად დამიჭრია. შემდეგი ეტაპი. თაფლი და სიროფი ერთად, ხო? შერეული. ყველგან უნდა მოხდეს. პირდაპირ იმაში ასხავ, ხო? შიგნით უნდა მოხდეს. თურმე შემდეგ უკავი თვალები იქ და შეხედე სადარჩე ეს ხმება. აი აქ. თურმე როგორ კეთდება ფახლავა. მეგობრებო. ისე შენ ამას წილიც გააკეთე, ხო ერთხელ? კი. ახსოვს. რაღაც. მაგრამ მაშინ ფირფიტებით სახში გავაკეთე. ესე იგი, როგორც ქათამსდებთ ბაჟეში, ისე უნდა ჩავდოს ფახლავა იმაში, სიროფში. წვნიანი ფახლავა. და ეს მე შეიწოს, ხო, ალბათ, ხო, გაუჩნდება შიგნით. ცოტა ხანი ხა უნდა რამდენ ხანში შეიძლება ჭამა? შევდებ ცოტა ხანი ღუმელში. გამართულ ღუმელში ვდებ. ცოტა ხანი რომ ისა შედრეს სქელი სიროფია და დადნე. ეს იმას მიეჭირეთ რა. და რომლებიც დღეს უნდა იხდე ასეთი ფონდი, ეს არის ყველაზე ძველი მოვალეობა, რომ იმას საკაკი განაწილა ისა. მოკლედ 30-ში მინდოდა წასვლა, მაგრამ მივდივართ დღეს 29-ში. კარფურში. ოდეში ვასდა. ქუთაისში. West Point-ში. ჩვენ როგორც ყოველთვის ახალ წელს ახალი წლის ბოლო შტრიხი არის ხოლმე West Point-ში გასულა და რაც დარჩა საყიდელი იმების ყიდვა. და რაღაცები მოკლედ სალათებისთვის და რაღაცებისთვის გვაქვს საყიდელი. მარიტამ დაგვაბარა ხიზილალა მინდა. შესახე. ხო, ანუ ხიზილალა როგორ არ უნდა იყოს სუფრაზეო. ოდიში შენ ხადა ჩვენ ეგეთები რო არ ვაპირებდით. ხიზილალა მოკლა შენი დიდი ბაბუა თქვა რა. ჩვენ რო არ ვაპირებდით დადებას და ხო, შვილო როგორ არ უნდა იყოს.
ეხა მივდივარ ხიზილალის საკითხად. მიაჩვია პაპამ მიაჩვია. მამა ჩემს უყვარს ხიზილალა და ლაშა ვეღარ იტყვებას ბაბუაშვილმა მოკახისა. იმიტომ რომ ბაბუაშვილს უყვარს ხიზილალა. და ყველა ხალხს უბრალოდ უდეს ხოშიანად. შანსი არ არის რომ არ ედოს, ამიტომ შვილი-შვილიც ბაძავს თავის პაპას. და ეხლა ვნახოთ აბა კარფურში თუ იქნა რამე მსგავსი მაგვარი. გვინდა რომ ვიყიდოთ. რასაკეთებ? ჩამოდი შენ და წავიდე. ხიზილალა რა ხარ უნდა ვიყიდოთ? ლაშამ რესკად დაატორს. მეგონი უკაბრუნდება. ანუ რა პრობლემაა? ხიზილალის ამბავი გავიაზრე კარგად. კაი, გაგდა. მიხდა რა სხვა გზა არ აქვს. ხო და ნუ აი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი არის ეგ. ეხლა რის გამოც მივდივართ. რომ ესე იგი დილითო საუზმეზეო ბავშვი იძახის. ოდიში მომეთხოვია და ხიზილალა თორ ჯამეო. კარგი ამბურზე ხიზილალა თორ გადაუსვიო. ეგ რა ახალი წლის დილა არისო. რა ახალი წლის დილა არისო. ბავშვი იძახის და რა ვიყო. ხოდა არა და დანარჩენი ხიზილალის გარდა ყველაფერი გვაქვს, მაგრამ როგორ არის რომ ამბობენ ხიზილა ჩიტის რძე არ ეკლო, ხო როგორ? ახლა ჩიტის რძე ჩიტის რძე. აი ჩიტის რძე რა ვიცი, აიდან მომიდან. პრინციპში ნამცხვარი ხო არის ჩიტის? ხო არის ეგეთი. კი ის კამფეტებიც გვაქვს. ტრიკი ხო. ხო, კიდე იცი რა მინდა? ლაშა კიდე ნახე ხა. რაღაცა ის კამფეტები მინდა რომ ვიყიდოთ. ბევრნაირი კამფეტები. ნაირები. ნახოთ რა. ეგ კიდე რა მინდა რომ ვიყიდოთ? ნუ მაიონეზი და ეგ რაღაცები. 14 ლარი. არის დარჩენილი. მოგივე იყიდის. რაღაცების უკეთ ვიყიდით. ისპანახს თვითონ მიდიხ ხო? სად მიდიხ ხო? ნაირი გზით მიდიხ ხო? აქ არის რაღაც მოხდა ხო დაემართა რაღაც შემდგომ. ქუთაისური ხიზილალა. რა მართლა საიდან სხვა გზით მიდიხ ხო? რატო? პარლამენტს უნდა ჩაუვარო ერთი რა ხდება. რომ არ იქნება საცობები თუ რა? დიახ. ლაშა მოკეს სადღაც გადაუღვია. მაგაქანა 14 ლარი და ხარჯის. კიდე რა მიწოდა მოიცა მამიდან ვერაფერი 14 ლარი. დაიცა. კიდე რაღაც მეწერა, მე ხო იცი სით მოძრაობ. ისი ამაკაკ. ბროწეული კამფეტები, ხიზილალა, კრაბის სალათის ვაკეთებ და კრაბის ჩხირები მინდა. ეხა აქ რატო გააჩენ მინდა მაინც. სასაფლაოსთან გამიჩერა. ფიქრობ ქუთაისამდე პოლიციიდან ვიშოვე. პირდაპირ თავს იკლავ თუ რა ხდება. ხო, სასაჩუქრი ქაღალდები. საჩუქარი. სასაჩუქრი ქაღალდები, ჩეკს ასაც მოგცემენ, ახლა შემოახვიე ისა და გეკენა სასაჩუქრი ქაღალდები. ცეზარი, მე ნატალი კიდე ცეზარი მოინდომა. ისედაც 3 სალათას ვაკეთებ. ანუ ქათმის სალათას, ოლივიეს, რა ქვია მაგას? ხიზილალა და მეორეს ცეზარი. მე სავარ მუშა თუ იმპერატორი ვერ გავიგე ეკანას. ხა და ნახე მე ლავა იმე აქეთ წვრილი გზა მე ჩიხები წამოხდა. შენ იმპერატორს გაყევი, ცოლად თუ მის გაყევი. ხა
ხედა მოკლედ ნატალიმ გინდა თუ რა ცეზარიო ხალხო, აი რა დროს ცეზარი იყო ეხლა არც ოლივიე გვაქვს, გვექნება. კრაბის სალათას დავამატებთ წელს. კაი ჭადი გვაქვს, ხათამი გვექნება. პარლამენტი მოიცადეთ, ძველი პარლამენტი ვაჩვენო. აი ესეთი გზებით წამომიყვანა. გადაჟანგული, როგორც პარლამენტარებს ამ თავი გადაჟანგული, ისე გადაეჟანგა თავი. მოიცადე აღარ ჩანს. წეღან კარგად ჩანდა პარლამენტის შენობა. პარლამენტი რომ უნდა ყოფილიყო. წატუბოა თუ ქუთაისი. ისი კეისი. წატუბო ქუთაისი რამკა. გასაყოფილი რამე. ძება ტელეფონი. დღეს დილიდან ტელეფონი კი არა, ფოტო აპარატი. დღეს დილიდან ვიღებდი და მაგითო. ხოდა მოკლედ მაშინ ახლა მალე მოვშები ამ ვიდეოს და სავარაუდოდ ვეღარ გადავიღებ. სახში რომ მოვალთ, მე გავაგრძელებდი. აგე პარლამენტი. აბა პარლამენტი. აღარ ჩანს. მოიცა ეს გოფოს. გავადოსიო აგე პარლამენტი. და ჩერი პამიდორი მინდა ცეზარი სალათისთვის რა ბავშვს უნდა. და ხო, აი ხედავ. აი პარლამენტი. აი პარლამენტი. გაუვლით ხო პარლამენტს. მოდი აბა. ახლა პარლამენტში არ შევიარე, არც ახალი წელი. ქუთაისის პარლამენტის შენობა მეგობრებო, გავიხსენოთ. პატივი მივაგოთ. რიფ. აი ესეთი. საშტოი უნივერსიტეტი. კაი რა. და დაველოდოთ მის აღზევების ჟამს.